მინდა ვისარგებლო ხო ვინც მოგვისმენს და გვიყურებს ყველას მადლობა ვუთხარ. აქ უამრავი ხალხი მოდიოდა ჯერ როცა ეძებდნენ ახალგაზრდები რა ვიცი უამრავი ხალხი იქ სვანიძის ქუჩასაც გვირაბის იყო ჩახერხილი უამრავი ხალხი მუშაობდა ალბათ არ ჭირდებოდა იმათ თვითონ მოდიოდნენ და რა ვიცი ხალხი ამბობს რომ 9 აპრილის მერე ასეთი ერთობა საქართველოში არ ყოფილაო მე მახსოვს 9 აპრილს რა იყო რომ აი ყველა ქართველს ერთმანეთი გვიყვარდა ეს იყო 9 აპრილს ხო და ახლაც ასეთი ის იყო რა ქვია ერთობა რომ ყველა ეძებდა ყველა მუშაობდა ყველა ის იყო და ყველა მოდიოდა რა გავაკეთოთ სად მოვძებნოთ კითხულობდი ამ ხალხს ყველას დიდი მადლობა მე უამრავი ხალხი მოვიდა სამძიმარზე პანაშვიძე იმაზე გასვენების ხას არ ვიცი ალბათ ძალიან ბევრი მე 10000 ალბათ 5000 10000 კაცი ალბათ 1% თუ ვიცნობდი იქიდან თუ 2% ალბათ ყველა იყო თავრობის წევრებიც იყვნენ ახლა საზოგადო მოღვაწეების და ყველანი პატრიარქი მობრძანდა ეს დასაფლეს რა ვიცი პირველსავე დღეს დაგვიბარა პატრიარქი იმ დღეს მივედი და ისეთი ნუგეში ქცა ისე მოგვეფერა რა ვიცი იქეთ რომ მივიდიოდი პატრიარქთან ძლივს მივიდიოდი აქეთ მოფრინავდით უკვე ისეთი ხო არ უთქვამს პატრიარქს რომ ცოცხალს იპოვით არც ის უთქვამს რომ ტარს იპოვით მაგრამ არც ის უთქვამს რომ იპოვით ცოცხალს ხო წავიკითხეთ ლოცვები წავიკითხეთ ლიტანიობას შემოვარეთ საპატრიარქოს ასე მერე ასეც მობრძანდა რა ქვია დასაფლავების დროსაც კი ახლა ფიქრობდი რომ ყველა სხვა არ ეღირსება რა ვიცი მე არ მეღირსება არასოდეს რომ პატრიარქი ჩემს დასაფლავებაზე მოვიდეს ხო ყველა დიდხანს აცოცხლოს მაგრამ ხო ეს იშვიათია და ილტას ეს პატივი ერგოდა ასეთი ცრემლი ყველა ტიროდა ვინც კი მოდიოდა ახლა იქ ადამიანი მე არ მინახავს დიდი პატარა ქალი კაცი და ასეთი თემა გაიგო საქართველოს ილტას გარდაცვალება ასეთი რამ ღირს ასე სიკვდილი მე მგონი